საღამოშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. მე გახლავართ ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. თქვენთან პირდაპირ ეთერში ვიქნებით თითქმის 1 საათი. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ სტუდიაში პირდაპირ ეთერში. მოგვახსენოთ თქვენი შეხედულებები, თქვენი აზრები, პრობლემები, რასაც თქვენ ხედავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თქვენი აზრი ჩვენთვის საჭიროა, ძვირფასიცაა და ყოველთვის მივიღებთ, ყოველთვის გავითვალისწინებთ, იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკოსი, ვისაც უნდა რომ ქვეყნის მართლობაში იყოს და ვინც მართლობაშია, ისინიც კი, რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. შეგვიძლია პოლემიკაში შევიდეთ ერთმანეთთან, რაღაც აზრები გაუზიაროთ და თავარია როგორ ხედავთ თქვენ გამოსავალს იმ კრიზისისგან, რომელშიც დღეს ქვეყანაა და რომელზეც პასუხისმგებლობას ჯერ არავინ არ იღებს და არ ჩქარობს პასუხისმგებლობის აღებას და როგორც წესი ხელისუფლება იმაზე პასუხისმგებელი რაც ხდება ქვეყანაში და ყოველთვის უნდა ეცადოს რომ იყოს სიმშვიდე შიგნით და გარეთ. ამისთვის საჭიროა რომ კომპრომისები გაკეთდეს საზოგადოებასთან დიალოგი, ურთიერთობის აღდგენა და არა ის პოლარიზაციას გაღრმავება, რაც ისედაც არის ქვეყანაში და რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი და გახლეჩილია საზოგადოება ერი რაღაცნაირად დაპირისპირებულია ერთმანეთთან და ასე ქვეყნის მშენებლობა და კარგი მომავალი და მშვიდობიანი მომავალი ქვეყანას არ ექნება. დღევანდელ თემად ისევ ეს პოლიტიკური სიტუაცია, უკვე ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემები, მასთან დაკავშირებული რამე პროექტები და რაღაცა სასიკეთოს გაკეთება უკანა პლანზე გადაწიეს. არის დღე და ღამე ყველა ტელევიზიაში კინკლაობა, ერთმანეთის გინება, ლანძღვა. რა ვიცი, სიტუაცია ისე მიყავთ, რომ ხალხს გასართობს აძლევენ და პურის მიცემაზე არც ფიქრობენ და აი ესე მიყავთ და გადის დრო და გადის ხანი და რა მომავალი გველის ჩვენ გვინდა თქვენთანაც გავიგოთ რა აზრის ახავთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ პოლიტიკოსი საერთოდ უნდა აკეთებდეს საზოგადოების დაკვეთას, უნდა ასრულებდეს მათ ნებას, რახან ამ სიტუაციაში და დღევანდელ დღეს არის ესე რომ დემოკრატიას თამაშობთ, ამიტომ ხალხის აზრი უნდა იყოს მიღებული, საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს შესრულებული. რას გეტყვით ბატონო დღევანდელ სიტუაციაზე, რა ხდება ჩვენს ბედყრულ ქვეყანაში, რა ჭირი გვჭირს, ვით ვერ აი რა არის რომ ყველა ხელისუფლება როგორ ძალადობრივი ცვლილებები უნდა იყოს, რატო არის რომ ესე ეჭიდავებიან ხელისუფლებაში, საერთოდ რატო მოდიან, აი ეს კითხვა მინდა რომ ყველას დაუსვა, რა გინდა ხელისუფლებაში, რისთვის მოყვები. მადლობთ ბატონო ირაკლი, მოგესალმები ობიექტივის ტელემაყურებელს. ნომერი გამოაცხადე რა რადიო მსმენელებისთვის. რადიო მსმენელებისთვის ნომერს გამოვაცხადებით 032 2 388 105. ამ ნომერზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და პირდაპირ ეთერში გაგცემთ ყველანაირ პასუხს კითხვებზე. რაც შეეხება ბატონო ირაკლი, დავიწყოთ იმით, რომ აი ბოლო კითხვით რატომ არის და რა არის ხელისუფლებაში მოდიან და თუ ძალით არ ძალადობრივი გზით არ შეიცვალა არ მიდიან ხელისუფლება. ეთყობა ტკბილია და თავიანთი ჯიბეების, თავიანთი ოჯახებისთვის, თავიანთი კეთილდღეობისთვის ზრუნავენ. სხვას ნამდვილად ვერ ხედავ მე ამ ეტაპზე არც ჩანს. აი რამდენი ხელისუფლებაც არ გამოიცვალეთ ჩვენ ყველა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, რომელიც ასევე არაცალეს და ძალით ჩამოაგდეს. კი ბატონო, თქვენ მართალი ხართ და თავარი რაც არის აი ამ 30 წლის განმავლობაში, ცოტა მეტის ხო, არ იღებს ამ ქვეყანას ის ხელისუფლება, რომელსაც ქვეყანა ეყარება, ხალხი ეყარება, ქართველი ერი ეყარება, საქართველო ეყარება და
ზრუნველობა ექნება და იქნებიან აი მართლაც დაქირავებული ჩინოვნიკები, იქნებიან ხალხის მიერ დაქირავებული და არა ის რომ როგორც დღევანდელი ხელისუფლებაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ და საკუთარი ისე გააჩნიათ საკუთარი ბიზნესის ლობირებაზე არიან მხოლოდ და მხოლოდ გადასულები. ასევე მინდა თქვა აი კრიზისთან დაკავშირებით რა კრიზისიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური კრიზისია და მართალი ბრძანეთ პოლიტიკური კრიზისია რომელიც უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ. ამაში ალტერნატივა არ არის ხელისუფლებამ და ამის ერთადერთი გზა არის ახალი რიგარეში არჩევნების დანიშვნა. სხვა მაგრამ აი აზრი მისი რომ ისევ ამ ხალხმა უნდა დანიშნოს ეს არჩევნები არ შეიცვლება CSGO, არ შეიცვლება საარჩევნო გარემო. ეს უნდა და აი ვინ უნდა გააკეთოს ამაზე აი როგორც იმ დღეს ბატონმა დავითმა თქვა რომ უნდა შეიკრიბოს რაღაც საზოგადოების ნაწილი, უნდა შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ ამაში უნდა იყოს საზოგადოება ჩართული, რომ ეს გარემო შეიცვალოს. არ შეიძლება ამ გარემოში არ ჩატარდება ისე აი არჩევნები ვერ ჩატარდება. ისი აქვთ უკვე ეს გარემო დაშინებული, რაღაც დაბულინგებული, რაღაც ნაყიდი, რა ვიცი, ყველაფერს გეთანხმებით აქ უნდა მოხდეს რაღაც გარკვეული აი ეს პოლიტიკური ჯგუფები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების რაღაც გაერთიანება, აი მათ უნდა ჩაატარონ აი ეს არჩევნები. ახალი არჩევნები. კი ბატონო, CSGO-ს ახლა უნდა ეგიდით, მაგრამ არ უნდა იყოს დაუშვათ აი ესეთი როგორი არჩევნები იყო აი ახლა ჩატარებული 2024-ში მე როგორც პიროვნებას ახლა დავრჩევ მე მაჟორიტარს ნებისმიერ ადგილას შემიძლია ხმის მიცემა. გისმენთ? ერთი წუთი დამიგდეთ ყური ხალხო. კი ბატონო. გიგდებ. აღმოსავლეთ, დასავლეთი უნდა გაერთიანდეს და ესენ უნდა გაუშვოთ, მოჭა. მეტი არაფერი. ხოდა მაგას ვამბობთ რომ ესენი რომ გაუშვათ არჩევნებია ჩემო კარგო ჩასატარებელი ხა ჩვენ ჩავატარებთ აბა ერთი მე თქვენი თანამშრომელი ვიყავი და თქვენი მხარდამჭერი ხარბატონი ირმა ბატონი თანხან მოურავი ვაჟაო თარაშვილი ტიხაშვილი სულ ვიცი თქვენი სასტავი ვინც ამზადებით მანდა ორი დამიგდეთ კაცო ესე არ შეიძლება რომ მარტო ესე გავაკეთოთ ისე კი არ უნდა გავაკეთოთ რომ ვიტყვით ის უნდა გაკეთდეს გამამიტოვებია არც ერთი აქცია, არც ერთი გასვლა, დავით გარეჯი რომ გვართმევდა აზერბაიჯანი, მუსულმანები რომ გვართმევდნენ. არ გვართმევდნენ, მიშა ყიდდა და გაყიდა კიდევაცაო. დიახ ეგრე იყო. ბატონო, მაგრამ ეს გამოძიება დაიწყო ვითო რაღაცა და სასამართლომდე არ მიდის, მუხარის ქვეშ ყავთ ეს ხალხი, თუ მიშას შეიწყალებენ, ისევ შეაბრუნებენ, აი ამ თამაშებს თამაშობენ, თორემ თქვენ გონიათ ახლა ამათ ადარდებთ გარეჯი და საქართველოს წარსული და მომავალი? არ ადარდებთ. ეს ბატონო არ უნდა ვათამაშოთ, არა. უნდა გამოვიდეთ სუყვარანი. კუნჯე კაცი. კი ბატონო, გეთანხმებით. მაგრამ ხო ხედავთ როგორ გააკეთა ბიძინამ ნაციონალები გამოუშვა ქუჩაში ეს არჩევნებამდე უკვე გამოუშვა გახსოვთ ის კანონი რო შემოიტანა ხელმეორედ რომ ჩვენ არ გავიდეთ ქუჩაში დაგვიყენა ეს ნაციონალები და ბოდიში ყური დამივიდე ერთი წუთით დამივიდეთ ყური დიახ მაგან იმიტომ შემოიტანა რომ უკვე შეკრული იყო ეგ რუსეთთანა რუსეთი რაშვაშია კაცო რუსეთი რაშვაშია თავის სკამის შენარჩუნებაზე აქვს ბრძოლა არავითარ რუსეთი ვის უნდა ბიძინა რუსეთში ერთი აბა რასაც ჩალიჩობს მასა თავისი სკამი რო შეინარჩუნოს ხელისუფლება შეინარჩუნოს თავისი ფულებისთვის იბრძვის და თავისი აი სასტავის კეთილდღეობისთვის ამისთვის მიდის ბრძოლა, სკამისთვის მიდის ბრძოლა და არა საქართველოს მომავლისთვის. როგორ შეიძლება ეგ გისმენთ? ბეთში ვარ. დიახ, ზანით. მოგესალმებით ბატონო. გამარჯობათ. ახლა თქვენ ბრძანეთ რომ უნდა ჩატარდესო ხელახალი არჩევნებიო. ჩემი აზრი ასეთია და მოსახლეობაც
ასეთ ასეს ამბობს, რომ არჩევნები რო ჩატარდეს, ხელმეორე არჩევნები, უნდა ჩატარდეს ღია და გამჭვირვალე და არა ესე ფარული. აი მაგალითად, აი როგორც ოფისები რო არის, აი ესე უნდა იყოს პირდაპირ ისა კენჭისყრა, ყველამ თავისი სახელი, გვარი პირადი დააფიქსიროს, ყველა პარტიის წევრი იყოს, აი ოფისები ვიდრე იქნება გახსნილი, ყველა პარტიის წევრი იყოს, ყველა ხედავდეს, ვინ ვის მისდევს, თქვენი პარტიაც იყოს, იმისიც ყველასი და ღია გახდეს ხალხი ვისაძლევს ხმას. და არა ესე ფარული ჩუმი, ვისაც უნდა ზედმეტ დაიცეს, ვისაც უნდა ნაკლებ დაიცეს და ეს გაურკვეველი აღარ იქნება. რა ვიცი, მოსახლეობასთან ამბობთ. მე კიდე რაც შეეხება ამ ახალგაზრდობას, სირცხვილი არ აქვს რომ გამოდიან და მარტო ითხოვენ ხელახალ არჩევნებს. რატომ არ გამოყავთ მოსახლეობა სოციალურ თემებზე? თვითონ კარგად არიან, კარგად ცხოვრობენ, მაგათი ოჯახები კარგად არიან, მაგათი პენსიონერები კარგად არიან, მაგათ სოციალურად დაუცველები. რატომ არ გამოდიან სოციალურ თემებზე? ხალხი რატო არ გამოყავთ? ქუძზე კაცი გამოვა, მაგათმა იციან, მაგრამ ისე კი არ უნდა გამოიყვანონ, რომ სათავისოდ მოირგოს ნებისმიერმა პარტიამ ის გამოყვანილი ხალხი. უნდა გამოიყვნენ სოციალურ თემებზე, რომელიც გადაფარეს ნაცებმაც, ქოცებმაც და აი ესე რაღაცა შემოგდებული თემებით სპეციალურად რო აღაკეთებული. მადლობა მოსმენისთვის. ახლა სწორი ბრძანა ქალბატონმა, რა თქმა უნდა, მძიმე სოციალური პირობებია და ეხლა რო არა, სფერო არ არის განათლებიდან დაწყებული მედიცინა, პენსიები, ხელფასები, ყველა ახლა პენსია რო შეიძლება ხო 30 ლარი მოუმატო და შენ ხელფას 60 და 70%-ით იმატებ. 100%. ეხლა და შემდეგ უკვე მომავალ წელს კიდე იმატებენ, ხო? ალბათ ფიქრობ ეს რაღაც განკუთვნილ სპეციალურად სულ ცოტა ენერგეტიკა რო ავიღოთ. გენერაციიდან მიწოდებამდე 5 ორგანიზაცია, რომლის ფუნქციაც ვერც გავიგე და პლუს მარეგულირებელი. ამ ხელფასები ეხდება რისთვის, აი რა საჭიროა. რა საჭიროა ეს ყველაფერი გამოცხადდეს ნაციონალური რო გახდეს. არ შეიძლება დირექტორი დანიშნო ერთი და ამუშავა ეს სისტემა. ისეთ ხალხს ყვება, რკინიგზა აიღე, რკინიგზაში ამდენი ხალხია კონტინგენტი 16000 მომუშავეა რკინიგზაში და აისო ესეთი სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაცია დასკვნით საჭიროა მხოლოდ 6000 ადამიანი. ესეც რა ბიჭო თბილისიდან ბათუმამდეა თბილისიდან ფოთია მეორე მომენტია ბატონო ირაკლი რკინიგზას დღესდღეობით მხოლოდ აი ეს რელსი ეკუთვნის და ეს გამავალი მატარებელი გვერდი და უკვე შვილობილი კომპანიები ასე შვილობილი კომპანიები ესეც გარკვეულწილად გაბერილია ყველაფერი და ამდენი ხალხს ინახავენ გინდა მარეგულირებელში გინდა იქა საერთოდ არ კითხულობენ ოქროს მომპოვებელი ვართ კომუნისტებიდან მოყოლებული ეს ოქროს სად მიდის ის წიდა სად მიდის როგორ აისახება ეს ბიუჯეტში გისმენთ გამარჯობა ძალიან პატივსცემთ ბატონო ირაკლი ბატონო გიორგი აი ხლა იცით რა არის ბატონო ირაკლი ეხლა მივედით იმ დასკვნამდე მართლა რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ თითოეულმა რომ მართლა მდგომარეობა ქმნის შეგნებას ნახეთ როგორ არის გაყოფილი მდგომარეობის მიხედვით შეგნებას ისე მიმდინარეობს მიდის ქვეყანაში საერთოდ ეხლა დაკვირვების ნიადაგზე ხდება ეს ყველაფერი და ეხლა იცით რა არის იქ მე თქვენ როგორ აფასებთ იქ გამოსულ ადამიანებს არ ვიცი მაგრამ ჩემი თვალსაჩინით ეხლა მე ჩემი მას არ ვახვევ არავის თავზე მაგრამ მე არ მგონია ეხლა მაგათ მაინდამაინც სამშობლოს სიყვარული აღელვებდეთ და სამშობლოს სიყვარულისთვის იღწოდნენ რა მაპატიეთ რომ ასეთი ის არის ეს უკვე არის თავზე ხელაღებულთა გამოსვლები მე ასე მგონია რომელთაც ის კი არ აინტერესებს რა თვითონ უნდათ ყველაფერი ისა და როცა ადამიანს ევროპა აინტერესებს მარტო და ევროპა არ დაკარგოს აი ის კი არა რომ სამშობლო არ დაკარგოს ეს ჩვენი საყვარელი ქვეყანა რომელსაც სხვები ეტრფიან და ჩვენ კიდე ასე უგულებელ ვყავით სულ ყველანაირად და ეს მდგომარეობა კიდე ხალხში კიდე აქ დარჩენილ ხალხში სხვანაირად აიზაღება
სოციალური მდგომარეობა არის მძიმე, ძალიან მძიმე. ესაც ძალიან შეჩვეისი არის ეს ადამიანები ჭრელია უკვე აქ საზოგადოების აზრით, მაგრამ უნდა ვთქვათ, მე თქვენ არ ვიცი როგორი აზრი გაქვთ, მაგრამ უნდა გკითხოთ, არის თუ არა პიროვნების როლი მაინც საზოგადოებრივი წყობილებისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოება, ხომ არის ჩემო ირაკლი? რა თქმა უნდა, დიახ, პიროვნება აქ მთავარი წარმართველი და ის პიროვნება უნდა თავისი მაგალითი, თავისი გმირული შემართები, თავისი პატიოსნები, თავისი ყველანაირი მითი, აი გათვითცნობიერებული თვალთახედვით, რაც საზოგადოებას სჭირდება, ის ყოველთვის უკვდავი იქნება დარჩება კიდეც ადამიანთა მეხსიერებაში. მე აჩემებულად არ ვამბობ, მაგრამ სამშობლოს როცა გააიგივებ იმ პიროვნებასთან, ესე იგი შენ უნდა დაიჯერო, რომ ის პერსპექტივაში გიჩვენებს მაგალითს იმისას და იმეც გაძლევს, ეს პერსპექტიულია ძალიან და იმეც გაძლევს, რომ შენ კარგი ცხოვრება გექნება სამშობლოსათვის, სტალინისათვის. რისთვის უვარდებოდე ტანკის ქვეშ? ნუ თუ ეს არის ყველაფერი ჩვენ მიგვიგოა ახალგაზრდობა, შეიძლება ბატონო ირაკლი, არ შეიძლება და ვინც დღეს საბჭოთა ხელისუფლებას აძაგებს და აძულებს ვინმეს ან ბავშვს ან ახალგაზრდას ან ვინმეს, მე ის მტერი მგონია ქვეყნის, იმიტომ რომ მაშინ იყო სწორედ სოციალური მდგომარეობა მთავარი, რომელიც ასეთი მით იყო, მე არც იმ ეპოქას არ მოვსწრებია, რომ მართალია სტალინის ეპოქას, რომ მშობლები ხომ იყვნენ ჩემები მაშინ, არა? მე შემდეგში ვიცხოვრე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ იმას, რომ ეს მდგომარეობა ზუსტად სოციალური მდგომარეობა არის გადამტეხი და ძირითადი და მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად რომ სოციალური მდგომარეობა უნდა გაამუჯობესოს ყველამ, რომ ადამიანებში მოიპოვოს რაღაცა ისა თაყვანისცემა ან პატივისცემა. დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონო ზარისთვის და ესეთ მშვენიერად დალაგებული აზრებისთვის. რაც შეეხება სტალინი ახსენეთ, ეხლა სტალინი ძალიან ისეთი პიროვნებაა, ზოგი ამას ამბობს, ზოგი, მაგრამ პირადი მაგალითის მიხედვით იყო კაც, რომელსაც ამხელა იმპერია ეჭირა ხელში და სახლი არა ქონდა, არც თვითონ არც შვილებს არავის ქონება არ დაუგევრებია, ორი კიტელი ქონდა, ეს გარეცხავდნენ მეორე წელს, ეს ხო ფაქტია. შვილი არ გაცვალა ფელდმარშალში, იმიტომ რომ მაგალითი მისცა. აი ხრუშოვმა გაცვალა მაგალითად და სტალინმა გაუკეთა ეგ საქმე და თავისი შვილი ანახა ისე როგორც ჯარისკაცი, რომელმაც იბრძოლა და ნუ მე მუხანათურად ქალბატონი საუბრობდა სოციალურ საკითხებზე, საბჭოთა დროზე და ეხლა ირაკლი ჩვენ არა ვართ იმ ასაკისა და ყოველთვის აი როცა გავდივარ ქუჩაში და აი ამას უყურებ, ხო ჩვენ გვახსოვს იმ პერიოდში ცხოვრობდით და გვახსოვს რომ მე არ მახსოვს რომ მე ნახოს ქართველი მათხოვარი და მე ნახოს რომ ჩვენი მოქალაქე ვიღაცა ნაგვის ურნაში საჭმელს ეძებდა. არა, ბასიაკები რა, ეს გალოთებულები რომელსაც მუშაობა და მართლაც ესეთი სიტუაცია იყო. უმუშევრობაზე გიჭერდნენ კაცო, უნდა გემუშავა. უმუშევრობაზე ციხე იყო. და აი მანეც თავისი ძალა ქონდა. დღევანდელი ლარი ფაქტურად არაფერს არ წარმოადგენს რა. ერთი მანეთი არის 15-20 ლარი დღევანდელი ინფლაციით. გისმენთ ზარია? გისმენთ. ჩვენ გისმენთ, ისაუბრეთ. ჯერეთი რომ რეკავს კაცი, მაშინ რატო იმეწყეთ იმ საუბარს? აი ხა თქვენი საუბარი ამის მომტანია, თქვენ საუბარს უსმენხორდე რა. კი ბატონო. რეკავს რა კონტინგენტი რეკ. გამართული ქართულით ვერ ლაპარაკობს, ლიტერატურული ქართულით ვერ ლაპარაკობს. ვიღაცა პენსიონერები და რაღაც. კი მაგათი აზრი უნდა მოისმინოს, მაგრამ რასელოდებით ეხლა თქვენ რომ ვიღაცა ისედაც მოგაწვით რომ ქვეყანა აშენდება? ჩვენი უბედურება, უმადურობა. ის ურჩხული რომ მოგასწავლათ ბიზნესს, მაშინ კარგი კაცი იყო. რა მოგცა? მოგვაშურა ურჩხული და შენი ჯირიმე მურჩხულსო ჩვენ ვებრძოდით და ციხეებს რომ ხეხავდით, მაშინ ბიზნა იმ თქვენ მერაბიშვილს თქვენ პროვოკატორი ბრძანდებით, მაგრამ ჩვენ არ გითიშავთ, იმიტომ რომ უნდა იცოდნენ ვინ არის. ბიძინა ივანიშვილი იყო, რო აფინანსებდა მერაბიშვილებს და ადეიშვილებს და ჩვენ ციხეებს გვახეხინებდნენ და დუბიკებს გვირწყავდნენ და ყველაფერს გვიკეთებდნენ. სად იყო ბიძინა 2008 წელს ომი რო დაიწყო? რატო ერთი პროტესტი არ ათქვა? სტრობებს რა ქვია, ზონდერებს, პრემიებს რო უწერდა. ვინა, რას ლაპარაკობ? სოროსი გავასვენეთ და მაშინ ხმა არა მოუღია და არაფერი არ უთქვია და დღეს ეხლა გამომივიდა ისა რა, ფრთებიანი ანგელოზი.
ის რაც დაარიგა ძმაო ჩვენთვის არაფერი მოუწია და არც ავიღებდით მაგრამ ეს ყველაფერი ანგარებით გაკეთებულია ანგარებით გაკეთებული კიდე ძალიან დიდი თვითონ უმადურობაა და თვითონ დიდი ცოდვაა ასე რომ არ გვინდა ახლა რაღაცი ვიღაცისგან ფეტიშიზმის შექმნა რომ ეს ის არის და თუ ბელადომანია ვეღარ მოიშალა ქართველმა ხალხმა არ შეიძლება რა მომაშორა აგერ თავზე გვაზის მოგვაშორა კი არა ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ და დღეს აგერ რა ქვია დირექტივებს გვაძლევენ და ჭკუას გვასწავლიან ეს კუპონები და უპატრონო ხალხი ზარია პროვოკატორები არ მოიშლიან რა გისმენთ ეხ მოგესალმებით საღამოშიდობისა მშვიდობა მოგცეთ მოგეთ აი ხა გისმენთ ყველა რესპონდენტს მოусმინეთ გადაცემის დაწყებიდან და ძალიან მართალი გამოთქმა იყო რა ჩვენი ყველასთვის საყვარელი უდროოდ გარდაცვლილი გია ფერაძის გმირი რო არასერიოზულ კაცი მოკლედ ლაპატკას რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა აი ნაღდი აი დღევანდელ სიტუაციას შეეფერება არ გამოვა მინიმუმ 1-25 წელი კიდე არა ჩემო კარგო ეს ნიჰილიზმი ძალიან ცუდი ეხლა თქვენ გინდა ilaparaket გინდა არა აი დინამო თბილისი გაიგებს ჩემპიონთა ლიგის თასს მინიმუმ 200 წელი ვერ აიღებს ხო იცით ეს რა ფეხებს საქართველოს ნაკრები გავა მსოფლიოზე ვერ გავა ეგეც კარგად ვიცი ხო უნდა ვთქვათ რომ არა ვართ რა ჩვენ ვარ ძალიან უგერგილო ერთმანეთის მჭამელი ხალხი უნდა ვაღიაროთ არავინაც არა ვართ არაფრის აღარც მეომრები ვარ და არავინ არ სწორი იყო რომ ჩეჩნები დაგვწინოდნენ ბრძოლის თავის აღარა გვაქვს რაღაცა გამონაკლი ვიღაცა გვახსოვს ცოტა ბრძოლა კიდე ხო მე თვითონ რუსებისგან ესაო 36 გრამით მძიმე ვარ მაგრამ არ იმას ვიზა ხო სწორი თქვა იმ ხალბატონმა საბჭოთა კავშირის გინება ესა და ეს არ შეიძლება დამერწმუნეთ ბატონო ეს ახალგაზრდები რომ ამათ ცემა და თხება არ უნახიათ რა აი მე რო ახალგაზრდა ვიყავი იყო შევარდნაძის პერიოდში გეუბნები იყო ისანის სამგორის რაიონში ეგეთი რეზუ აბასოვი ის არ გცემდა 180 კილო კაცი იყო და კედელზე ტენისის ბურთივით გბეგავდა პროსტა აი ეგ რო არ აქვს გავლილი ლასტოჩკა რო არ გაუკეთებიათ და არ წამოუწიათ აი წინაღი და ფეხით არ გადმოუკიდიათ სამართლებად მეშვიდე სართულზე იმიტომ არიან რომ თხელებს ისვრიან აი მაგ ტისკებს რო გაივლიან ეს ახალგაზრდები აი მე მელაპარაკონ რა კუდი ხავარზე რო თორმე ცხვირი გაუტეხეს და ყური და ისა და პოლიციელს ბოლი უნდა ადენ ეგრე არ არის რა ბატონებო რა აი ესეა და არ შეიძლება მეგობრებო რა ესე როგორც ვით პირიქით უფრო მეტი ის დატრიალდება ხრახნი და უფრო მეტი იმის რა ქვია დამსჯელი იმის მანქანის აი ეს არის სამწუხაროა მაგრამ ფაქტი ამ ქვეყანაზე არაფერი აღარ ეშველება კარგად იყავთ ცუდია რომ ესეთი ნიჰილიზმი მაგრამ აი ზუსტად ეგ უნდა ამ ხალხს რომ ეს ხელი ჩავიქნიოთ და ვინც მოვა რაც არის ეგ არის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ყოველთვის უნდა ვებრძოლოთ ეს ჩვენი შეგნებული ცხოვრება რასაც აი 88 წლიდან დაწყებული სულ ამ ბრძოლაში ვარ და მართალია დიდი გამარჯვებები არ მიგვიღია მაგრამ რაღაც მონაწილეობას ვიღებთ და აი საამაყოდ კი არ ვიძახიან რამე უბრალოდ იცით რა შინაგანი პროტესტი უნდა კონდეს ადამიანს რომ იმაზე მეტი გეკუთვნის ვიდრე სალაფავით რაღაცას მოგიგდებენ და თვითონ მილიარდელები ხდებიან გავხსოვთ შევარდნაძის დროს დაიწყო ქამრების შემოვიჭიროთო ქამრები ჩვენ შემოვიჭირეთ და ისინი გაზულუხდნენ ომში გავყარეს აფხაზეთში წავედით გავყარეს რა ომი ჩააწყვეს და დაიწყეს და თვითონ აქ ქონება დაინაწილეს და თელი საქართველოს კუპონები იყიდეს აი ესე გააკეთეს, ესე მოგვატყუეს, ესე შეგვქნეს, მაგრამ პროტესტი ამისთვის არ გამოუდგათ და თქვენ რომ ახალგაზრდებზე იძახიან, გამოდიან არა სამთავროებებს, რატო არ გაძლევენ ფულს და ამ დროს ქვეყანა იქცევა და აი ამისთვის ხალხი არ გამოდის. ქალბატონმა სწორი თქვა, რომ სოციალურზე არ გამოდის ხალხი. არ ვიცი რატო, მაგრამ არ გამოდის. ერთიანობა არ არის აი საკითხი. გისმენთ ზარია. გამარჯობათ მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ აი გიპასუხებთ, რატო არ გამოდის ხალხი ამ იმაზე, რა ქვია, სოციალურ საკითხებზე. არ გამოდის, იმიტომ რომ არავინ არ შეუძახა, არავინ არ დაუძახა, არც ერთმა პარტიამ, სხვათა შორის არც თქვენ. არ შეუძახა ხალხს, რომ გამოდით სოციალურ საკითხებზე, იმიტომ რომ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც სამსახურშიც დადიან, შეიძლება ბევრი არ აქვთ ხელფასი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ცხოვრობენ, ისინიც კი იძახიან, რომ იცით რა, თუ იქნება სოციალური საკითხებზე გამოსვლა, ჩვენ გამოვალთ.
შეიძლება პოლიტიკასთან ამ აურძაუში, რომელიც შეიქმნა ახლა საქართველოში, მარცხნივ თუ მარჯვნივ, შეიძლება ადამიანი ვერ ერკვეოდეს და არ ერკვეოს, ან არ სურდეს რომ გაერკვეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც სოციალურს ეხება და როცა მას პირადად ეხება, ყველა ნორმალური ადამიანი გამოვა და შეუძახებს ამ მთავრობას. ჯერ ეს ერთი მე არ მესმის, რანაირი ის არის, აი თამოყვარეობა სად არის ღირსება, როცა ვლაპარაკობთ, ღირსება დაკარგა ხალხმა. კაცო, ღირსება იმიტომ დაკარგა, რომ უღირსი პირობები შეექმნა ცხოვრების, ხომ? და ეხლა როგორია ახლა შეურაცხყოფა არ არის ადამიანებისთვის, რომ იმათმა გაიზარდეს ხელფასი 150%-ით, რომელიც თურმე სატყლებს ისეთი პატარა ხელფასი ქონდათ, რომ ვაიმე დედა რო ვერ იცხოვრებდნენ ერთით და აუცილებლად მაშინ კორუფციაში ჩაერეოდნენ. ეს ერთია, ეს არის დამცინავ თვითონ დაფიქრდით თემას. ეს ერთი. მეორე კაცო, ყველაფერი აქვს უფასო, ნავთობი, უფასო, საბინადო საცხოვრებელი, უფასო ყავა, უფასო ჩაი, უფასო შაქარი და კიდე რაღაცა სამედიცინო მომსახურება 100%-იანი და რა ვიცი, ყველაფერი ლგოტები აქვს. საერთოდ რა არის ტელეფონებზე საუბარი და მთელი ამბავი, ეგ რა არის საერთოდ? ეს ერთი, მეორე კაცო ეს მე ახალგაზრდობად გამოდის, მაგრამ არც მაგათი არ ამჯერა მე მართალი რო გითხრათ. იმიტომ რომ უკვე ამათაც წვინი აქვს არეული, ვერ გაეკვნენ თვითონ რა უნდათ. მართალი რო გითხრათ, ვერც ერკვევიან წესიერად ვერაფერი, ვერც ვერავინ ამხსნელი არ ყავთ მაგათ. ეხლა იმ ბავშვების წინამდე კარგა მოდი, უბრალოდ ვიძახი რომ ისინის არეული აქვს მაგათ წვინი. ეს მეორე. და მესამე კაცო მე ვერ გავიგე, კაცო ეს როდესაც არის ეს არჩევნები, რისთვის არის ეს არჩევნები, რა არჩევანს აკეთებ? მე არ მინდოდა რომ ომი ყოფილიყო. აგე სიწყნარე ახლა შენთან ქვეყანაში. ჩვენთან ეკონომიკა წინ მიდის კი არა ვარდება უკან და რაც გვეუბნება ჩვენ კობახიძე გამოდის 6 მილიარდი უნდა შემოიტანოს რომელიღაცა ქვეყანამ. არა რომელიღაცა, ზუსტად არაბული ქვეყანაა ქალბატონო. და კიდე ერთი. გამოდიან და პირველი ფრაზა ასეთი. მიუხედავად პოლიტიკური შექმნის სიტუაციისა მსოფლიოში, ხვდებით? მსოფლიოში. ჩვენ გავედით წინ იქ, ბიჭო, შენ ვინ გეკითხება ამ შენ მსოფლიოს რა, ერთი შენი ჭირიმე რა. ვინ გეკითხება შენ საერთოდ საქართველოს ვინმე ეკითხება მსოფლიოს ეკონომიკურ სიტუაციებს და პრობლემებს, რომ ბოდავ რაღაცას. შენ თვითონ ქმნი რამეს, ეკონომიკა გვაქვს. ჩვენ ვაწარმოებთ რამეს, გავდივართ საერთაშორისო ასპარეზზე. რამეს რო ვლაპარაკობ აი გამოდიან და რაღაც სისულელს აბრახუნებენ და ეს ხალხი ჩმორივით უყურებს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ესეა და მე არჩევნებზე მე მშვიდობა მინდოდა და ოცნება, აი შენი მშვიდობა შიმშილით კლავენ. ქალბატონო ერთ ჩაგერთვებით, ეგ იმიტომ რომ ბოდიშით ერთი წუთით არ გათიშოთ. ოპონენტიც თავისი ყავთ ეს ნაციონალები, იმიტომ დატოვეს რომ ოპონირებაში ეგენი ყავდეთ. არავითარი იმათაც არა ეს მთელი ბიზნესები, საბანკო, ყველაფერი გაყოფილი აქვს. ყველაფერი, სადაც ფული იშოვება, როგორც ბიზნესა იყო და ნახნახევარი აქვს გაკეთებული. უბრალოდ ეხლა დიდი ფულები შემოვიდა და ფინანსდება რაღაცა არეულობა და ამ ფულებში ჩაერთნენ ესენი ეგრეთ წოდებული ნაცები. და იმ ფულის ჩამოწერაზე მიდის ლაპარაკი, ყველაფერი ძალიან კარგად ცხოვრობენ. ისე კარგად რომ დაჟე ამერიკელებსაც კი შურთ ამათი ცხოვრება ისეთი. მაპარტიეთ, მაგრამ ერთი რაღაცა არის, ქართულ ოცნებას უნდა დაერქვას ქართული ტყუილის ოცნება. ესე ქვია მას ახლა, იმიტომ რომ მატყუარები, ძარცველები, ქვეყნის გამყიდველები, არაფრის მაქნისები და ესე მაგაც გეტყვით ბოდიშით ქალბატონო, იმიტომ არ ქვიათ რომ წინა ხელისუფლებას შეფასება არ მისცეს. არ მისცეს შეფასება, რასაც ვითხოვდით, რაც აგერ ირმაინაშვილი თელ ხმაზე გაკიოდათ, მივცეთ თუგინ პოლიტიკური შეფასება. არ შეაფასეს, იმიტომ რომ თვითონ ეს სისტემა ძალიან მოწონთ. იგივე მოსამართლეები დატოვეს, სამართალი იგივე არ აღდგენილა სამართალი. და ძალიან დიდი ბოლჩეთ რაღაცასაც ვიტყვი. 80% დღეს ოცნების ვინ არიან? ყოფილი ნაცები არიან. აბა ვიზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ. ბიჭო, სოროსი რომ მაგათ აფინანსებდა, მაშინ კაი ბიჭი იყო და დაჟე ჩვენ რომ სოროსი გავასვენეთ, მაშინ ხმა არ მოუღია და ეხლა იმათ რო აფინანსებთ არ მოწონთ. და ეხლა ერთი ტრენდი შემოვიდა. აი ტრამპმა ეს თქვა, ტრამპმა თქვა რომ ხალი ხალია, კაცი კაცია,
არ ბიბლია არ წაუკითხია, თან არ გაუგონია, თან ეკლესიაში არ ყოფილან, რომ ხალი-ხალია და კაცი-კაცია 100,000 საუკუნის განმავლობაშია და ეხლა გაიგეს, რაღაც USAID-ში გაწყვიტოს, USAID თუ გაწყვიტოს, სხვა რამე იქნება. ტრამპმა რომ მოიცალოს საქართველოში სასაცილოდ არ მეყოფა რა. ტრამპს ყავს ჩინოვნიკები, რომელსაც ამას აკეთებს და ეგ საელჩო ყავს, რომელიც ამას ყველაფერს აკეთებს და ტრამპმა რა უნდა კარგით რა ხალხს ისი აბოლებენ მართლა ეჯერათ, რომ 20 იანვარს საქართველო აყვავდებოდა. კარგით, დიდი მადლობა, მადლობა თქვენ ქალბატონო, ძალიან საღათაზრონებ, ძალიან სასიამოვნოა საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთაც უნარი აქვს შეაფასონ რეალურად რა ხდება ქვეყანაში და არა და რაღაც ფეიკები და გამოგდებული თითიდან გამოწვეული ამბები თუ იმანის თქვა ეს ჭორიკნობა. ქალბატონმა თქვა მართლაც რაღაც ეკონომიკურს დაზე რო ლაპარაკობს პრემიერი გამოდის და ეკონომიკურის და ჩვენი არის ის რომ მაცივარს გააღებ და ნახავ შიგნით რა აი ეს არის ჩვენი შეხვდა 80% რომ იმპორტირებული საქონლები. აი ეს არის ეკონომიკურის და ეს არის რაღაც გარკვეული მაჩვენებელი შენებლობები ხო არის. ყველაფერი მასალა შემოტანილია. გინდა სამშენებლო, გინდა სარემონტო. ყველაფერს ხალხთან შემოდის კი. და ეს ყველაფერი ჰაერში გასროლილი ფულია. და რითი ცხოვრობთ რომ ყველა ოჯახში ვიღაცა წასულია საზღვარგარეთ, იქ მონის დონეზე მუშაობს, აქ ფულებს აგზავნეს, აქ ჰაერში გიხსნიან. $1 დღეს უნდა ღირდეს 10 ლარი მაინც. ისეთი ინფლაცია და ისეთი ის არის. ბიჭო, ზაფხულში 8 ლარი და პომიდორი და ეხლა რა იქნება ზამთარში? ამხელა გადასახადები მოდის. ოჯახებს 300-400 ლარი გაზი, დენი, წყალი, ყველაფერი გადასახადია და არ ვიცი, მარტო წამლები აიღეს. აფინანსებს სახელმწიფო რაღაც კაპიკებიან წამალს და რაც ძვირიან წამლები ყველაფერს იდულობ. ვითომ სამეცნიერო მომსახურება უფასოა. ხო, აი, თქვა, მერტმა ყველა საშუალო სიმსიმიან სანამ არ დაუდგენენ რომ სიმსიმიან ერთი 5,000 ლარი უნდა დახარჯოს, რომ დაუდგინო რომ სიმსიმიან. და მე დაუწყებენ უფასო მკურნალობის კურსი. როცა უკვე მერტმა რა ვიცი. გისმენთ არის ეთერში, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. მოგესალმებით. სალამი ქალბატონო. გისო ყველაფერს კარგი, პატრიოტები ხარ ნამდვილი გულს უხარია. ახლა ჩემი მოსაზრება ასეთია, ეს ამბობს სოციალური ხალხი და ხამდე ხელფასები აქვთო. ხელფასები გადა მაგად ვიცი კი რამდენია თამაშ შემოსავალი. ყველა მილიონერია ქალბატონო დამიჯერეთ რა. ხო, რამდენია ამას შემოსა ეს კოჩნაცები და ახლა კოჩა სექტორი დაქია ჯანდაბარ მიშას პარტიას ნაციონალები კოჩნები გამოგვიცა ემა მე კითხვა დავსვა მიმხავს რომ ამბობენ კოსოვგარი უგორებენ ივანიშვილს ეს გაკეთე ეს გააკეთაო ეხლა მე ხა თუ მაგათ ეკლესიაზე ის წამსუა აფინას აკეთებდა მის ხო, აბა პარაი გავდება მინდა. როცა ამბობენ, ნახე მე საქმეა არქივი აკეთოს უსმენ მე 5 წელიწად ამის არ მქონდა ტელევიზორი და მე შევიგინე. არქიმან ანახი კაცი გამოდის ამბოს. ძის ამპლაიზებს და იმას ეჭიამდე გოდადოთ და ამას ქართული ხალხი შეეჩელაო. ეს არ ნათქვამი. აი ამ კაცს უნდა დაუჯერო რამე საერთოდ ამის მერე. საერთოდ უნდა იწამო. ორივე ერთიანი ერთი ცომიდან არიან მოზელილები. ეს უკრა და მე მოდის. ახლა კიდე მე ვამბობ, ზვია გამსახურდიას გავიხსენდა მე დაბის. ჩვენ უყვართ ხა პრეზიდენტად. კაბელაშვილი არა? მაგის სიტყვები თუ ახსოვს ხას, იმანე ტაშიამ რო გაიკეთა ფეხბურთი ძალიან მენამია მე ხვიჭა ყაცხელი მის გვერდზე ამაშობენ იძულებლები არიან თორე. რო თქვა რა კაბელაშვილი თუ გახდა საჭირო მის გაიკეთებული სამკლაურსო. ეს აქ დათქვამი თან კახელი კაცი არა საქართველოს და ეხლა გახდა კონსერვატორი და ანტი-LGBT-ისტი კი ბატონო გასაგები. ეს ამის სიმბოლო ახლა მე წამოდი მე რაბი ამის რაღაცა მსგავსი რაღაცა ქონოდა ამის საგან სადმე სიტყვა ამოსი მაგას ვინგაპებდა ხო შეიძლება ადამიანი ამისთან აი შემიარი ყველა გასანა მოსასწორებელი საერთოდ და ხმერთები გამოვა ის დადგება რომ მართლა იხულებს ეს ნადი მართალი ხალხი და ღმერთი დაეხმარება ზუსტად ჭეშმარიტ ძალებს
მეთი ამბობს მე იხავასაჭის მე და დინამჩილე იყოს ერთი 100 მოერივი ერთი 1000 გადეკავ ჩემი ძალა იქნება შენთანავ ასე გროვნება მეთი და მოვა ისო დადგება რომ ჩვენ მათთან მიხულებ და მოხდება მათთან შესება აღამბო ვიარაკი რაღაცა თუ დაგჭირდა კი მაგრამ ეს უნდა ყველა მოვიშოროთ და მოვიდეს სულთა გუწიფელი მართლა რო უკვე მადლობთ ხალბატონო თქვენი პოზიცია მადლობა ზარისთვის ნამდვილად ესეთი სიტყვაზე ვიტყვი ვაშკაცული პატრიოტული პოზიცია გაქვთ ღმერთმა გაგიმარჯვოთ დიდხანს ჯანმრთელად ყოველთვის სიკეთე მოგცეთ ღმერთმა რაშია იცით ხალბატონო საქმე აქ აღზრდაზეა საქმე სულ უბრალო რაღაცას გეტყვით ადით ერთი ავტობუსში აი თქვენისთანა დარბაისელი ხალი ხალბატონი ავიდეს ავტობუსში და ნახავთ თუ რომელიმე ახალგაზრდა თუ ადგება და დაგითმობთ ადგილს ჩემ დროს რა ვიცი მე სკოლა მაშინ სად იყო ესე ტრანსპორტით დავდიოდით აი რო იტყოდენო ეს ოროსანი ბავშვია და რაღაცა შანსი არ იყო ვინმე ხალბატონი ამოსულიყო ან მოხუცი კაცია რაღაცა და ადგილი არ დაეთმო ეს აღზრდის პრობლემაა ხალბატონო აღზრდა თუ არ ექნა დღეს წარმოიდგინეთ განათლებაში ამოიღეს ილია აკაკი ვაჟა galaktiyo რა ვიცი პატრიოტული თემატიკა ისტორიაში შეიტანეს ბიძინა ივანიშვილი როგორც გადამრჩენი ისტორიაში შეიტანეს რომ ბიძინამ გადაგვარჩინა იმ უბედურებას რომელიც თვითონ მოიყვანა ხელისუფლებაში ეს ნაცები და აფინანსებდა აი ესეთ სისულელებს რო ასწავლი ბავშვებს და ინსტიტუტში ოღონდ განცხადება შეიტანოს და ყველას ინსტიტუტში რო სვამენ, იმიტომ რომ ფული გადაიხადოს. თუ გინდა უიცი იყოს ვამდე სტუდენტს რო ეკითხები უნივერსიტეტი ვინ დაარსაო შოთა რუსთაველმა გეუბნება აი ესეთი განათლების მქონე ადამიანებს რომელიც გამოიყვანეს ქუჩაში ამ ნაცებმა და უთხრესო აბა ეს არის რუსული კანონი ეკითხებოდნენ რატოა რუსული ლისთვისა ესე თქვა იმან და ესე იქნება ეხლა ეს ხელისუფლება გამოდის და ტრამპმა ეს თქვა რა უბედურება და ჭირიგვჭირს ჩვენ თვითონ ტვინი რისთვის მოგცა უფალმა რო გონი იყოს და იაზროვნო თორე მაგას რა უნდა იმან თქვა ამან თქვა ეს აი ეს მანია ეს ყვარყვარიზმი ეს ფეტიშიზმი ეს რაღაცა მანია კაცის კაცობა არ მოიშალა ამ ქვეყანაში იმიტომ რომ აღზრდა არ მიდის ახალგაზრდობის აღზრდა არ მიდის ჯარში არ უნდა წასვლა ომში არ უნდა წასვლა პატრიოტული სულისკვეთება რობოტებს ოღონდ ის და უნდა ფულიშოვნის საშუალება გავაგზავნოთ გისმენთ ალო დიახ საღამო შინდობისა რომელ პარტიას წარმოადგენ ძალიან იმიტომ პირველად შემომდივარ თქვენთან ჩვენ მონარქისტები ვართ მაგრამ დიდი გაერთიანება გაკეთდა თუ საფრთხეში ხართ გასაგებია ისეთ რა ის ახლა მე თქვენ დავშვით შეკითხვა როგორ გამომიდეთ ამ რას ფიქრობთ ჩვენ თავრობებზე ხო ასეა ხო ხო ამ კრიზისიდან გამოსავალის ზებნაში ვართ შეკითხვა რა არის ბატონებო თქვენი მოსაზრება როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან მე ეხლა გაგაფრთხილებთ მე არც ამომრჩეველი ვარ არც მომხრე ვისი მომხრე არა ხარ ქალბატონი გარდა არავისთვის მე ხმა არ მიმიწია ის გარდა ზუსტად გამსახურდიას გარდა მე ხმას არავის არ ვაძლევ მე ვარ ჩემ პოზიციაზე ვიქნები სანამ არ იქნება ნორმალური ხო მაგრამ ამ ქვეყანაში ხო ცხოვრობდა ხო ხედავთ რა ხდება და შვილები შვილიშვილები არ ვიყავი აქ ბატონებო იმიტომ რომ შევარდნაძეს რო დაუჩოქა ირინა სარიშვილმა ხალხი იმის შემდეგ მე დავტოვე საქართველო მე არ შემეძლო იმ საქართველოში ცხოვრება სადაც 9 აპრილმა შეიწირა სწორედ იმ კომუნისტების კისერზეა ის ყველაფერი და ისევ შევარდნაძეს დამყოფილიყავი არა ბატონებო არა ქალბატონო ჩვენს ოპოზიციაში ვედეგით და შიმშილობა და ყველაფერი ქონდა მაგრამ ყველა თუ გაიქცა ამ ქვეყნიდან ვიღაც დარჩება ეს ქვეყანა მართალია ცოტა თქვენ ახალგაზრდები ვიყავით უფრო კი ბატონო ვიყავით და ვიბრძოდით კიდევაცა ფაქტიურად აი გისმენთ ლაპარაკობენ და იმ ქალბატონმა სწორედ ბრძანა რატომ არ გამომდივართ აი იმ სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გეტყვით თუ მოკლედ თუ მომისმენთ იმიტომ რომ არა გეტყვით იმიტომ რომ მე ვარ 4-5 ქვეყანაში ევროპაში ნამყოფი იქ არის ესეთი
მოდის ესეთი რაღაცა, რომ გამოდიან სოციალურად დაუცველები, ეს პენსიო, ეს აქცევენ რაღაცას. რატო ჩვენ არ გამოვდივართ? მაგაზე მაქვს პასუხი, ხალბატონო, იქ ორგანიზებული არის პროფკავშირები, რომლებიც ამას ორგანიზაციას უკეთებენ. თავარი ეგ არის ბატონობა, იქ არის პროფკავშირები, იქ არის ორგანიზებულად ყველაფერი. ახლა კი იძახიან ხალბატონები ძალიან დათქმული ვარ, რომ ვისმენ ამდენ ხალბატონების ამდენ რომ იტყვიან მოთხოვნებს და საშინელ ცხოვრებას, ხომ? დიახ. საშინელება. რატო და ეს ახალგაზრდები, ესენი ხომ არ არიან ეს 21,000 სტუდენტია საქართველოში. 21,000. აქედან 1%-ია გამოყვანილი ვინა? ისევ მოსყიდულები, ვისაც ფული გადაუხადეს. მან 1-2 თუ არის ესეთი ნორმალური. არა, არიან გულით გამოსულებიც არიან, ხალბატონო. დიახ. გულით გამოსულებიც არიან, ვისაც ჯერავთ და რაღაცა. ეგ ვთქვი, რომ არიან შიგადაში გულით გამოსული ნორმალური ოჯახებიდან იმიტომ რომ მე მაქვს შეხება და იმიტომ გეუბნებით. მაგრამ უმეტესობა 99% არიან მოსყიდულები გიული ალაცანიას ინსტიტუტიდან, რამიშვილების, თევზაძეების. კი ბატონო. ხო და ისეთ რა არის? აი უნდა მოაი თქვენ პატრიოტ ალიანსი მე ძალიან მომწონს, ძალიან აკადემიური ხალხია, ნორმალურად მოაზროვნე და რატომ არ გამოვდივართ? იმიტომ რომ ესენი გამოყარა ბიძინამ ქუჩაში ხალბატონო და ახლა 1000 ვყოფილოთ პენსიონერები და კიდევ ხო შეგვემატება მარტო ეს არჩევნები კი ბატონო ჩატარდა ეს არჩევნები მაგრამ ჩვენ პროტესტ მე არა მაქვს ხო მე არა ვირჩიე შეიძლება მითხრან რომ შენ რატო გაქვს პრეტენზია შენ ხო არ აგვირჩიო მაგრამ მეც ხო მოქალაქე ვარ საქართველოს აი ამას უნდა ეს ყველაფერი ეს თქვენ რომ გამოდიხართ ლაპარაკობთ იცით აი ჩვენას ვინ უსმენს ბატონებო აი ხალბატონო ერთი წუთით ნუ გეტყვით რა ეს ძალიან ზაკრული გეგმა იყო თქვენ თუ აქ იყავთ გემახსოვრებათ კანონის შემოიტანეს აგენტებზე შემდეგ გაიწვიეს და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ისევ დააბრუნეს რატომ იცით რო ქუჩაში გამოეყვანათ ისევ ეს ნაცები ეს უვიცები რომ ჩვენ არ გამოვსულიყავით ეხლა რო გამოვალთ ხალხს როგორ გააგებინებ რომ ჩვენ ნაცების გვერდით არ ვდგევართ და რაღაცა იმას არ ვაპროტესტებ ბატონო იცით როგორ არის ეს უნდა მერია შეუთანხმდეთ გასაგებია მაგრამ იცით რა არის ხო ტექნიკური საკითხებია ხალბატონო უბრალოდ მართლა წნარად მოპტი დღეს ეხლა ჩვენი გამოსვლა ქუჩაში ხალბატონო ეს უნდა დღეს ბიძინას ხალბატონო რომ საზოგადოება დაეჯახოს ერთმანეთს და შიდა არეულება და მე გაწმინდავს და იტყვის აი რა ჩემი ბრალია ერთმანეთს დაეჯახა არ შეიძლება ბატონო კიდევ გეუბნებით უნდა მერიამ უთხრას გამოვიდე და უთხრათ რომ დღეს დაგვაცადეთ ჩვენ გამოვალ და გამოდით არა აქვს მერიას მაგის უფლება ხალბატონო არა აქვს ისეთი გამოვლენ და არა აქვს ეხლა მაგის მეტი რა გვინახია თელი ცხოვრება ქუჩაში ვარ თან ციხეში ვარ და მიტინგების მეტი რა გვიტარებია და რა გაგვიკეთებია მაგრამ ეს დღეს ისეთი კანონები მიიღეს რომ შენ არ გამოხვიდი აგერ არის ქუჩაში და არ არის რა ამაზე ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და ბევრი რაღაც მაგრამ უფრო ცუდი რამე მოხდება საზოგადოება დაეჯახება ხალხი ხალხს დაეჯახება და ეს იქნება უბედურება რა იქ შეება სისხლი დაიყვაროს მე პასუხისმგებლობას ხელისუფლება აიცილებს დააბრალებს ხალხს და აი ესე წავა და ამას აკეთებენ ესე ინტრიგნები არიან ერთი მხარეც და მეორე მხარეც ზუსტად სისხლი უნდა ორივე მხარეს ერთს რომ თავი გაიმართლოს მეორემ რომ ისინი გამტყუნოს აი ამაშია თელი უბედურება თორე ჩვენ ქუჩაში მინდა გვასწრებდნენ გამოსვლას ზარია გისმენთ გისმენთ ალო დიახ გისმენთ გისმენთ ჩემი ხმა დიახ ისაუბრეთ მოგესალმებით თქვენ გადაცემას ვუსმენ და ანუ არასდროს არ ჩავწებულა წინა ხელისუფლებას ამომწყუნებენ ზოგადად ეხლანდელი ხელისუფლება წინამ თუ რამე გააფუჭა ამდენმა რა გააკეთა პენსია ხარს მომატებული აქვს რაი 35 ლარი 35 ლარი უშველი ხარს როცა აი წამლები ძალიან კატასტროფული ფასი აქვს თუ ბარათი არ აქვს საპენსიო ბარათი თუ არ აქვს
ანუ ფასდაკლებაში არ აქვს არანაირი ფასი მიღებული, რომ რაღაცა ფასდაკლებითი საპენსიო ბარათით უნდა ისარგებლო, რომ ფასდაკლება გქონდეს და ანუ იყიდო შენთვის მისაღები წამალი. ერთი ეს სადმე გახვალ ბაზარში კარტოფილი მომატებული, შაქარი მომატებული, ყველაფერი მომატებული. ევრო აღარ ვარგა, დოლარი აღარ ვარგა, ლარი აღარ ვარგა. საერთოდ საქართველოში გაჩერებაც აღარ ვარგა. ისეთი სიტუაცია არის. ყაველაშვილი რო დანიშნეს, ისეთი პრეზიდენტი, რომელიც უწიგნური, არაფერი რო არ იცის, არანაირი მართლობაში რო არ არის, ჯაშიდაც არ მისულა. არაფერი არ გაუკეთებია მსგავსი რამე და დაწერის რო კითხულობს კაცი დაწერის ვისი დაწერის რო კითხულობს იმიტომ მისი მოსაზრება არ გააჩნია მისი აზრი არ გააჩნია ხო ესეთი პრეზიდენტი რო შევა და დანიშნავენ ყაველაშვილს აგერ შედიან ესენი რა ქვია კალახაძეებიო რაღაცა კიდე მოგეთ ხალბატონო მაგრამ ის რა ქვია და თავგასიებული რო ყავდა პრეზიდენტი პლასტელინანოვო მარგველაშვილი მარგველაშვილი რა უკეთესი იყო ან ეს ხალბატონი ეს ისა კიკიმორკა უკეთესი იყო ან რამდენი პრემიერი გამოცვალეს რამდენი ის გამოცვალეს არ როგორ აიცით აი არჩევა წინ და წინ აირჩევენ და მე ლანძღავენ მე არ ვიცი რა არა კი არ ლანძღავ აი როგორ თქვენა კი არა კაცო თვითონ ლანძღავენ თვითონ ხო თვითონ ლანძღავენ აი როგორ არის იცი თვითონ ლანძღავენ თვითონ თავის იმაში მე რო გამოდიან ჩვენ გვამადლიან მე აი თვითონ ჩვენი ბრალი იყოს და როგორ ლანძღავენ იცი ახლა რა უნდა ყაველაშვილის პრეზიდენტად როცა ჯარი არ გამოუვლია კაც უციგნური არის მართლა უციგნური პოლიტიკაში ხო ჭიპი აქვს მოჭრილი და გახარია რო დაენიშნათ გახარია ჯობდა კიდე რაღაცა ქემაიც კაც შეუძლია რაღაცა ჩვისებრივად და გონებრივად ჩამოყალიბებული ერთი პიროვნება არის რაღაცა ისეთი სააკაშვილი თუ არ ჯობდა ახლანდელ ხელისუფლებას კიც მომკვდარ ვარ მე სააკაშვილისნაირი არც ერთი არ იქნება მაგენ ერთნი არიან ეგენი ხალბატონო ერთნი არიან ერთი ერთმანეთისგან შორს არ არიან ჩამოვარდნილი იმ ვაშლისხიდან ასე რომ მაგ ცოტა სხვა რამეები ხდება ეგენი ძალიან კარგად არიან ერთმანეთთან არაფრის დარდი არ აქვთ არც ხალხის არც სამშობლოსი ერთი სიტყვა მე არ მინახია რომელიმე სასესიაზე ან აფხაზეთი ან სამარჩევლო ეხსენებია ვაფშე საერთოდ არაფერი არ ადარდებ პროგრამაში ვითომ გქონდათ ხო რომ დაიწყო ჩაწერეს ერთი რომ ნატო და ევროკავშირი რომელი კრეტინმა მოიფიქრა კონსტიტუციაში ამაზე ეს ხო ყველაფერი დროებითია არა მუდმივი რაღაცა ორგანიზაციები რა ვიცი როგორ შეიძლება ამის ჩაწერა თვითონ კონსტიტუციაში ჩაწერე ქვეყნის განვითარება. ეხლა ტრამპი მოვიდა აგერ და თქვა რომ ამერიკას უნდა დაუბრუნო ძველი დიდება. ეს ამათმა გადათარგმნეს და ახლა საქართველოში ჩამოვა და აგერ ბიზნეს უშველის და რაღაცა. არასწორია რა შეედარდება ტრამპს ყავს აგერ ვიღაცა პრეჩინდალები რომელიც ჩამოვლენ და მოგიგوارებენ საქმეს. ასე არ კეთდება ქვეყანა. სანამ ჩვენთან ერთი არჩევნები არ ჩატარდება და ხალხის აზრი სწორად არ დაფიქსირდება რა უნდა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს და მომავლისთვის როგორ ვიზრუნოთ ესე არაფერი არ გამოვა, მაგრამ ნიჰილიზმი არ შეიძლება ამათ ჭკუაზე გავიაროთ, რომ მაინც არაფერი გვეშველება და მოდი ისევ შეჩეული ჭირი ჯობია და ისევ იყოს, ისევ მერე ვაგინოთ, ვაფურთხოთ და ვლანძღოთ 4 წელიწადი. ამიტომ, როდესაც არჩევნები იქნება, უნდა დაფიქრდეთ და ხმა მისცეთ იმას, ვისაც პროგრამა იქნება და იცით, რომ მათი სიტყვა იქნება შესრულებული. მინდა სიკეთე, ბედნიერება და მშვიდობა გისურვოთ. ერთადერთს დავამატებდი, არავის იმედი არ უნდა გქონდეს ჩვენ თავში დავინახოთ ყველაფერი, ყველა შეცდომა საკუთარი თავიდან მოდის და ჩვენი თავი ჩვენმე უნდა გვეკუთვნოდეს. არავის სხვა ჩვენ არ გვიშველის, უფალი გვფარავდეს, მომავალ შეხვედრამდე ჩემო მეგობრებო. მშვიდობა მოგცეთ უფალმა ღმერთმა. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.